Сосо, не могу у тебя не спросить, что в твоем понимании тбилисский стиль, как главный фэшн-эксперт в нашей семье? Что бы это ни значило. Კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოველთვის იყო ევროპული გავლენა, რა უფრო იტალიური რაღაც იყოს, მაღალი საყელოები, სილუეტი იყო ყოველთვის მომდგარი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხსაცმელი ყოველთვის უნდა ყოფილიყო იტალიური. Лоферы носили тогда? არა, მაშინ უფრო ზონარით იყო ფეხსაცმელები, მასიურად, იმიტომ რომ თან მნიშვნელოვანი იყო, რომ კლასიკურ შარვალთან სპორტულ ფეხსაცმელს ეხლა რომ ვატარებთ, არ მაშინ არ იყო ეს. და ლოფერები სხვა შორის ძალიან ჩარჯდა და ძალიან თბილისური ფეხსაცმელია რა. А сейчас? ეხლა უფრო თავისუფალია, casual შემოვიდა უფრო. Легкость какая-то появилась? Да. Хорошо, вот этот тбилисский стиль. ხო, საკმაოდ თბილისური ის არის, რაღაც რაღაც ვერავაკი საბურთალო это? შეგიძლიათ თუ გაცდე. А это? შევით გამოიყურები. Медло. რა მატერია? Италиури. Раз вам так нравится стиль Сосо, о чем вы не стесняетесь каждый раз сообщать в комментариях, мы решили сегодня провести небольшой эксперимент. Здесь сегодня, в бутике итальянской марки, высокотехнологичной итальянской марки Боджо Милано, мы собрали 4 лука. 2 подобрала для Сосо я, 2 он выбрал себе сам. Ваша задача в комментариях угадать, какие выбрал он, а какие выбрала я. Не ошибитесь. ეს თბილისური ფერია? ძალიან ღია ხო არ არის? საკმაოდ და ძალიან მაგარია, რომ ეს ცოცხალი ფერები შემოდის. რა პრინციპში მე პატარა. ანუ მოკლედ შავს გავუცდით ხო როგორც იქნა? Пока он там в примерочной, я для себя тут тоже кое-что присмотрела. Пойду примерю.